მორიგი სადავო ინიციატივა ქართული ოცნებისგან შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამმართველო იქნება, რომელმაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას მონიტორინგი უნდა გაუწიოს. გადაწყვეტილების შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ოცნების სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, მისივე თქმით, სამმართველო პროაქტიულ რეჟიმში იმოქმედებს და რეაგირება მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე არ იქნება დამოკიდებული. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, მოამზადებს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში მასალებს სასამართლოში გადაგზავნის. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. ხაზგასმით აღნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. თუ თელს მსოფლიოში პრეცედენტულად გავრცელებული მოსაზრებით ითვლება კონკრეტული ფრაზა, წინადადება, შეურაცხყოფად, შუღლის გამაღვივებელ წინადადება თუ ფრაზად, ამ შემთხვევაში დიახ, მათ შორის შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ შუღლის გამაღვივებელ მიმართვას გამოიყენებს კონკრეტული ადამიანის თუ პირთა ჯგუფის მიმართ. მდინარაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველო რამდენიმე კვირაში შეიქმნება. მისი მუშაობა კი ახალი კანონმდებლობის მიღებას არ ითხოვს. საჯარო კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგის იდეას იწონებენ ქართულ ოცნებაში. წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს. არავის არ აქვს უფლება, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა. და ამას აქვს სისტემატური ხასიათი და ესეც ხო გასაგებია ხა საიდან მოდის და როგორ ხდება ამ ყველაფრის მართვაში. საბამისად ამ ყველაფრის დარეგულირება ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავდასხმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ასეთია ოპოზიციის შეფასება ოცნების მორიგ ინიციატივაზე. მათი თქმით, ახალი სამმართველო ოპონენტების დევნის იარაღად იქნება გამოყენებული. ქართული ოცნება დგას იმ სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე და ზოგადად ამ უკვე 14 წლიან პრაქტიკაზე, რომ ვინც მათ არ ეთანხმებათ, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაცა შინაარსი ექნება ამ ინიციატივას, მაგრამ ხო ყველა ვიცით, რომ მიზანი არის, რომ ოპონენტებზე კონდეთ დამატებითი არადემოკრატიული ბერკეტი, რაღაცა ზეწოლის და რაღაცა დაშინების. ეს არის მთავარი მიზანი. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება ჩვენი მოქალაქეების და მისი შეზღუდვა და მარტოხებში მოქცევა ახასიათებს მხოლოდ დიქტატორულ და ავტოკრატულ რეჟიმებს. პირველ რიგში ცოტა ირონიულია ამ უწყებას რო ქმნის ის ძალა, რომელმაც დანერგა ქვეყანაში სიძულვილის ენა, იმიტომ რომ გავიხსენოთ აქციების განმავლობაში როგორ ურეკავდნენ ხალხს და როგორ აგინებდნენ და ეს ადამიანი არის ყოფილი სუსის უფროსი და ამ პერიოდში გამოიძია თუ არა ის დანაშაულები. თუ ხანდაზმულობის ვადა აქვს ამ დანაშაულს, გამოდის რომ ფაქტობრივად მაგალითად პრეზიდენტად აირჩიეს დავნაშავა, რომელიც რომის გინებებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. დაველოდოთ და ვნახოთ რა შედეგს გამოიტანს ზოგადად ეს უწყება ამ უწყების შექმნა, მაგრამ ალბათ რაღაცა როლი მიანიჭეს ბატონ მდინარაძეს ჩამოქვეითების მერე გენერალ კოორდინატორად და ამ როლს ეძებს ადმინისტრაციაში. მდინარაძის მიერ დაანონსებულ სამმართველოს ცენზურის მექანიზმს უწოდებენ უფლებადამცველები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოცნების ინიციატივას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან. განსხვავებული აზრის სისტემატიზირებული კონტროლის ინსტიტუციური მექანიზმი ინერგება, როგორც ჩანს, თუმცა შინაარსი არ ახალია და მისი საკანონმდებლო ბაზა მათ შორის 2025 წელს შეიქმნა. 2025 წლის 6 თებერვალს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა მუხლი. ის საფუძველი, რითაც საჯარო პირების შეურაცხყოფის მოტივით მოქალაქეებს ედავებოდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. სწორედ ამ ცვლილებებზე გააკეთა შეფასება ეუთო ოდირმა და მიუთითა, რომ იგი თვითნებური განმარტების საშუალებას
მიღებას იძლევა. მეტისმეტად ფართო და სუბიექტურია მითითება სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ლანძღვა გინებაზე, შეურაცხყოფელ გადაკიდებასა ან და სხვაგვარ შეურაცხყოფელ ქმედებაზე. რაიმე სახის შინაარსის აღწერის, განმარტების ან დარღვევის დამაფუძნებელი სხვა ელემენტების მოხმობის გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო პირებს კრიტიკის მიმართ თმენის გაცილებით დიდი ვალდებულება აქვთ, ვიდრე რიგით ფიზიკურ პირებს. პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს არ აქვთ პრივილეგია ისარგებლონ გაძლიერებული დაცვით გამოხატული კრიტიკისგან. შესაბამისად, დაანონსებული მექანიზმი ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება და მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უკვე არსებობს სამართალდამცველთა და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული მუხლები, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელად პოლიციელის შემთხვევაში ჯარიმასთან 60 დღემდე პატიმრობას, პოლიტიკოსის შემთხვევაში კი ჯარიმასთან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. პრაქტიკის მიხედვით საქმის წარმოება მოქალაქის ან პოლიტიკოსის მიმართვის ან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის რეაგირების საფუძველზე იწყება. სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას კი სასამართლო იღებს.